მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ ახლა დავბრუნდით host.gz-ზე. კი არა და ჩვენ სულ აქ ვართ. თქვენ როცა გიდეთ შემოგზავნით ხოლმე, ჩვენ დღე და ღამე აქ ვართ. საიტის უკან ჩვენ ვდგევართ, შეკვეთას რომ მოგცეთ, აუცილებლად ეგრევე გავაფორმებთ, სახში მიტანით. თუმცა დღეს უნდა ვილაპარაკოთ სამყნობ საკრეჭ დანადგარებზე. დანადგარის თქვა ძალიან მომწონთ. ეს არის სეკატორები. გვაქვს უამრავი სეკატორი და ასევე გვაქვს დიდი სეკატორები. დავიწყოთ და ნელ-ნელა მივყვეთ. დიდი სეკატორი, რომელიც გამოიყენება მსხვილი ხეების მოსაჭრელად. მაგალითად, ძალას რო ვერ ატანთ შორიდან მისი გრძელი სახელურები, რომლებიც ნებისმიერ ზომაზე შეგიძლიათ დააყენოთ. ერთ ხელ თუ მოკლე გაქვთ, შეგიძლიათ ზუსტად გაისწოროთ ხელზე, ან მეორე თუ მოკლე, ესე შეგიძლიათ ზუსტად გაისწოროთ. შეგიძლიათ რომ ნებისმიერი მოჭრა შეგიძლიათ აი ძალის ხმების გარეშე უბრალოდ მიაჭერთ, იმიტომ რომ ფიზიკის კანონია რომ შორიდან იდეაში ძალა არის ალბათ გახუთმაგებული ამ შემთხვევაში, როდესაც გრძელი სახელური გვაქვს. ეს არის დიდი ტოტების მოსაჭრელი. ასევე ამ სეკატორებში გვაქვს ერთი განსხვავებული სეკატორი. ძირითადად სეკატორების ორი ვარიანტი არსებობს. ეს არის ლუქს გარდენის სეკატორი, რომლის პირი მეორე მხარეზე გადადის მაკრატლის პრინციპით და გვაქვს ასევე უფრო მყარი ხეებისთვის სეკატორი, რომლის პირიც მიდის ზუსტად და ძალა უფრო მეტი ადგებედეში. რაც უფრო დიდ ხეს ავიღებთ, ბევრად მარტივად მოვჭრით ამით. თუმცა იგივე მოკლე ხე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ამითიც მოვჭრათ წკავ და ჩაიკეტა. ეს არის დამცავი საშუალება, ამას გამოწევთ, რომ ნებისმიერი აი თითით შემიძლია რომ ეხლა უბრალოდ არ მინდა რომ გავსისხლო აქაურობა. და მესამე სამყნობი სეკატორი. სამყნობი სეკატორი არის აი უკვე უჭირს. არის პატარა ხისთვის, რომელზეც წეში დამყნობა ხდება რა, მაგალითად. ავიღოთ დასამყნობი ტოტი. დავამზადოთ და ეს არის ხე, რაზეც უნდა დავამყნოთ. და გადავჭრათ ერთ და იგივე სისხლო უნდა იყოს ეს. აი ეხლა ეს ამას ცოტა შევსხლავ აქ. ეს არის დასამყნობი ტოტი. აქ აქვს ესეთი სპეციალურად მოჭრილი პირი, რომელიც რო დაადებთ, გაასწორებთ და ჩაჭრით. აი, გაუკეთა ეს მხარე. თუმცა რაც გადავარდა, ის იყო მეორე მხარე. იგივენაირად ამას ჩაჭრით, დაადებთ. მეორე მხარე მოჭრა ესეთი. უკვე ძალიან მარტივად პარკის ლენტა გვაქვს მომარაგებული, ჩავსვავთ და გადავახევთ. ჩვენ გვექნება ვარდზე მანდარინი, ან შეგიძლიათ ვაშლზე მსხალი და ასე შემდეგ. უმარტივესია იდეაში მეურნეებისთვის და მეურნეც რომ არ იყოთ სახში თუ გიყვართ ბაღის მოვლა და სხვა ექსპერიმენტების გაკეთება, შეგიძლიათ რომ ამ სამყნობი სეკატორით მარტივად დაამყნოთ და სცადოთ რა გამოვა. ასევე მარტივი მეორე ლუქს გარდენის რეზინის სახელურიანი სეკატორი, რომლის ჩამკეტი ფუნქციაც აქვს და შეგიძლიათ რომ გააღოთ ჩაკეტოთ. სხვაობები არის ასევე ზამბარებში და ფასებში. ეს ყველაფერი ფასდაკლებით ლუქს გარდენის პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ host.gz-ზე. ასევე არის მეორე ზამბარიანი ბიუჯეტური მოდელი, თუმცა თავის საქმეს აკეთებს ნებისმიერ შემთხვევაში დიდ ტოტებზეც არანაირად არ უჭის. თუმცა ხელში აქვს ვიბრაცია. არის მეორე, რომელსაც არ აქვს ვიბრაცია და მარტივად ჭრის. არის ასევე ეს არის ყველაზე ძვირიანი იდეაში ლუქს გარდენისა. არის ხელში აი მალამო მართლა. ან ქათმის დასაჭრელად თუ გინდათ ნებისმიერ ვისაც არ გინდათ რომ სახში გაანადგუროთ ეზო, შეგიძლიათ უბრალოდ შემწვარი ქათამი გაჩეხოთ შუაზე. ასევე გვაქვს მეორე სეკატორი, მოკლედ ფასის მიხედვით შეგიძლიათ რომ აარჩიოთ, ყველას აქვს ჩამკეტი ფუნქცია და აქვს ზამბარები. ჩემი ფავორიტია ეს, არის მსუბუქი და აი ძალიან მარტივად, არ ვიცი ხა, ნებისმიერ რამეზე შეგიძლიათ რომ აი ცაკ